მოგესალმებით კვლავ მეგობრებო ძალიან საინტერესო თემას შევაწყდი ახლა და მოდი ერთად გავიხილოთ რა შემოერთდით ესე იგი ქალბატონი არ ვიცი რა ხდება აქ ვინ არის საერთოდ აზრზე არა ვარ ლაპარაკობს ერთ-ერთი ქალბატონი რა არის ნარცისიზმი და მოდი ახლა მოვისმინოთ ერთად ნარცისისტული აშლილობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს საერთოდ არ აქვს არანაირი უნარი მიიღოს გარემოდან კრიტიკული შეფასება. იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არის პიროვნება, რომელიც არის ჩამოყალიბებული ძალიან დიდი სიყვარულის დეფიციტით, ფსიქოანალიტიკურად ნარცისიზმს ეძახიან საერთოდ დედის დაკარგული სიყვარულის ძიებაში არსებული პიროვნება. გამოვლინება ამისი შეიძლება იყოს კატასტროფული მეორე ადამიანის მიმართ. იმიტომ რომ ნარცისისტვის არ არსებობს მეორე. ნარცისისტვის არსებობს მხოლოდ მე, ჩემი მოთხოვნილებები, ჩემი საჭიროებები და რაც უფრო მკაფიოდ არის გამოხატული ნარცისიზმი, მით უფრო დიდი არის ხოლმე ალბათობა, რომ თუ ჩემი საჭიროება არ შესრულდა, მე ეს ყველაფერი გამოვხატო ბრაზში, ან მე ეს ყველაფერი გამოვხატო ისეთ ბრაზში, ან ისეთ манипуляციურ ქცევაში, რომ შევისრულო ის, რაც მინდა, რაც მეორეს აზიანებს. თუ მე ვერ მივიღე აღრთოვანება და თუ მე ვერ მივიღე პერმანენტულად ტაში, მაშინ მე უბრალოდ ვინგრევი, იმიტომ რომ ეს არის ცარიელი ბავშვი, უფსკრულია შიგნით, რომელმაც ვერასდროს ვერ მიიღო ის სიყვარული, რომელიც მას სჭირდებოდა. და არც იცის როგორი, თქმეც მაგაშია და სიყვარულს ითხოვს დალატობით. და ეს უწოდებს თავისავს ფსიქოლოგს? აი ახლა გინდათ მითხრათ, რომ აი ეს ქალი თავისავს ფსიქოლოგს უწოდებს, ფსიქოანალიტიკას აკეთებს. სად სწავლობთ შვილო ამ ფსიქოლოგიას გამაგებინეთ? ან ვინ გასწავლით ამ ფსიქოლოგიას, ან რატო გასწავლით ამ ფსიქოლოგიას? ეს არ არის ფსიქოლოგია. ეს არის ჩარჩო, შერაშიც გინდა ჩასვა ადამიანები. რომ თურმე ნარცისიზმი არის ისეთი დაავადება, რომ ადამიანს თუ ვერ დაუკარი ტაში, გაგიჟდება და თავზე გადავა და საერთოდ მეს თუ ვერ წარმოადგენს ადამიანი, ის არის ნარციზმი. უფრო სწორედ ის ნორმალურია და ვინც თავის მეს წარმოადგენს, ის არის არანორმალური ნარცისტი, გესმით? აი, კარგად დაუკვირდით, რას ლაპარაკობს რა. აი, ქალი, რომელიც თავისთავად ალბათ ფსიქოლოგს უწოდებს. შენი დედავატირე, მოდი რა. ნარცისისტული აშლილობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს საერთოდ არ აქვს არანაირი უნარი მიიღოს გარემოდან კრიტიკული. აჰა, ნახეთ. არ აქვს ადამიანს უნარი გარემოდან მიიღოს კრიტიკული. აი ახლა მაინტერესებს ერთი რამე რა. ჯერ ეგერთიც გარემოდან კრიტიკა რომ მიიღოს, ესე იგი რაღაცაში ამ ადამიანს თავის თავისუფლებას უზღუდავენ, ხო? ნუ ვიღაცა მეორეს აკრიტიკებს, ზღუდავს თავისუფლებაში. ხო ესია რა? აი ახლა ფსიქოლოგებო არ დამიწყოთ აქ დიდი კაჩაობა რა. თუ გარე სამყარო ნებისმიერ სულ ერთია ნებისმიერ ადამიანს ეს არის ნარცისტი თუ არ არის ნარცისტი არის მაგარი ფულიანი თუ არ არის მაგარი მაინტერესებს თუ გარე სამყარო ადამიანს უზღუდავს და კრიტიკას ანხორციელებს ამ ადამიანის კონკრეტული ადამიანის მიმართ არ უზღუდავს მას თავისუფლებას ამით და როდესაც თავისუფლებას გიზღუდავენ და შენ დებილი ვით უნდა დადგე და ოი და ისო ნარციზმში არ ჩაგეთვალოსო და თავი ვერ დაიცვაო, შენი მე ვერ დაიცვაო ბიჭო და ესენი ეს ტიპები ფსიქოლოგებს რო უწოდებენ თავისას ეს არანორმალურები ესენი ბიჭო. ამათ უნდათ რომ ჩვენ გვითხრან რომ მაგარი ტიპები არიან და ჩარჩოში უნდათ მოგვაქციონ დედა მარათი რა. ეს არის პიროვნება, რომელიც არის ჩამოყალიბებული ძალიან დიდი სიყვარულის დეფიციტით, ფსიქოანალიტიკურად ნარცისიზმს ეძახიან საერთოდ ადამიანი არის ჩამოყალიბებული ძალიან დიდი სიყვარულის დეფიციტითო რა. იცი ვინ არის ჩამოყალიბებული ძალიან დიდი დეფიციტით, სიყვარულის დეფიციტით? ის ადამიანი, ვინც მეორეზე კრიტიკას იმაშობა, კრიტიკას ახორციელებს, გესმის? და არა ის ადამიანი, რომელსაც აკრიტიკებენ. და რომელიც მე თავის თავს იცავს, აი შენ ხელს დაგანახებ და ჩააფურთხე, ვაფშე გააჯვით აქედან რო იტყვის რა. ვაფშე საერთოდ ვინ არის გარე სამყარო რა? არ არსებობს გარე სამყარო. შინაგანში თუ ვერ ჩამოვიდა შენს შინაგანში გარე სამყარო, ის შენთვის არ არსებობს რა. რო იცოდეთ. აი ამ დეგენერატი ფსიქოლოგების ხელში რო არის მთელი საქართველო, დეგენერატი
ის ვითომ ღვთისმსახურების ხელში რომ არის საქართველო და სასულიერო პირირობს აი ესეთ დებილ ფსიქოლოგებთან გაგიშობთ, ხო? ბიჭო, ჯერ კიდევ კარგად არის ქართველი ერის საკითხი რა. ამდენ ტყუილებში მედია ხომ საერთოდ ტვინს გიტრიალებთ. მერე მიხვალ მოძღვართან მოძღვარი ვერ მოერევა შენს პრობლემის გაგიშობს აი ამ გიჟ ფსიქოლოგთან დედასპიცა ვარ თუ მაგარი ბანძი არ იყოს ეს ქალი რა და ალაპარაკებენ ეხლა ამას ნახე როგორი სახი აქვს ჯერ დაყენებული რა აი რო შეხედავ პირდაპირ ის დაკარგული სიყვარულის აი თვით განდიდების განცხრომაში რო არის რომ აი მე ვისწავლე და ვიცი რა არის ნარცისიზმი და თვითონ რო არ ანძრევს ბიჭო თავს რას ნიშნავს საერთოდ ნარცისიზმი და რა მაგარი ტიპია ნარცისიზმი რა ეხლა მოდი და კარგად დაუფიქრეთ ნახე დიებაში არსებული პიროვნება გამოვლინება ამისი შეიძლება იყოს კატასტროფული მეორე ადამიანის მიმართ იმიტომ რომ ნარცისისთვის არ არსებობს მეორე ბიჭო ნახე აი დედასპიცა ვარ ქრისტე შერაცხეს ნარცისად რა ნარცისისთვის არ არსებობს მეორეო ესე იგი შენ თუ ქრისტე გეუბნება რომ შენში უნდა გაიგო ჯერ სამყაროში რა ხდება საერთოდ არ გყიდია გარე სამყარო ჯერ შენ თავში ერკვევი და შენ თავში როცა ერკვევი გარე სამყარო რა ესე გიჩიჩინებს რომ შენ ეს არ ეს კრა ეს არ ქნა ეს იქ არ დაჯდა იქ არ გააკეთო იქ არ წახვიდე იქ არ იმარხულო ხო დედასპიცა ვარ მაგარი ბანძი თუ არ არის გარე სამყარო საერთოდ არ მაინტერესებს გარე სამყარო რას აკეთებს როცა შემში შინაგანს ვიცნობ მაშინ რა და ეხლა ეს ტიპი გამოვლენება არის კატასტროფა თურმე და აი ხლა ნახეთ რა აი ნახე სახე როგორ რა აქვს დაყენებული აი შიზოფრენის უმაღლესი დონე თუ არ აქვს ამ ქალს ეხლა აი აქ და აი ასეთ შიზოფრენებს უსმენ მაგ ჩემნაირ შიზოფრენებს არა ხო კაი ეხლა წავედით რა ცისისთვის ვარსება მხოლოდ მე ჩემი მოთხოვნილებები ჩემი საჭიროებები და რაც უფრო მკაფიოდ არის გამოხატული ნარცისიზმი მით უფრო დიდი არის ხოლმე ალბათობა რომ თუ ჩემი საჭიროება არ შესრულდა მე ეს ყველაფერი გამოვხატო ბრაზში ან ბიჭო, ჩემი საჭიროება თუ არ შესრულდა რა და მე გამოვხატავ ამას და ვიღაცა სხვა მიიღებს ამას ბრაზად, ხო? თუ თავზე არ დაამხი გარე სამყაროს, ხო? და ხელი არ დაურტყი ესე მუშტი, ვერ იგებს და აბა როგორ უნდა გამოვხატო, გამაგებინე, თუ შენი თავი ვერ დაიცავი. თბილი სიტყვით გითხარი ვერ გაიგე. ერთხელ გითხარი, ორჯერ გითხარი, სამჯერ გითხარი, ვერ გაიგე და საბოლოოდ უნდა გთხლიშო ცხვირში რა. ანუ წარმოგიდგენიათ როგორ ბულინგში აყენებენ ანუ როგორ ზეწოლას უკეთებენ იმ ხალხს ვინც თავის თავს ეძებს რა პირდაპირ გიტრიალებენ ეგრე არის იმაშიც სასულიერო პირებში ბჭყალებში ჩავსat ვითომ რომ ესე იგი თუ კარგად იგრძენი თავი რაღაცა ვერ არის კარგი და თუ ვაივაგლახში ხარ თვითგვემაში ხარ ვაიმე საწყალი დაიძახი მე ვარ ყველაზე ცუდი და მე ვარ ესე იგი კარგად არის შენი საქმე და თუ კარგად ხარ დღეს კარგი იყო ლაღად ადექი სიხარული შემოვიდა რაღაცა ბოროტი გებრძვის შენ გესმის აი როგორ ყველანაირად გვიტრიალებენ მაგის დედავატირე გინდა ექიმები გინდა ფსიქოლოგები, გინდა სასულიერო პირები, გინდა მედია, გინდა დედამოწყნულები, როგორ გვიტრიალებენ რა ამ ყველაფერს. აზრზე ხართ ხალხო თქვენ? ეხლა გავაგზავნოთ რა. მე ეს ყველაფერი გამოვხატო ისეთ ბრაზში ან ისეთ манипуляციურ ქცევაში რომ შევისრულო ის რაც მინდა, რაც მეორეს აზიანებს. აი მეორეს აზიანებსო ბიჭო, რატო აზიანებს? მეორეს გამეცალოს თუ არ მოსწონს იმას, კაცო, ჩემი მქმედებები. აი უყურე ეს მეორე ტიპი, აი თქვა შეყვარებულები ავიღოთ მარტივი მაგალითი რა, შეყვარებულები ავიღოთ. ქალი და კაცი, აი კაცი ეძებს თავის თავს, თავის თავში არის ჩასული და ეძებს თავის თავს და ეს ქალი მოდის და წვინს უბურღავს, აი ეს გააკეთე, ის გააკეთე, ესე ნუ აკეთებ, ესე რატო არ დამირეკე, ესე რატო არ მომწერე, ესე რატო არ ქენი, ესე რატო არ დაბიკავშირდი, იმას რატო შეხვდი, იმას რა დედასპიცა ვარ, აი ამ ხალხს უნდა სთხლიშო თავში რა, მართალი გითხრა რა. რატო უნდა სთხლიშო თავში, იცი? ბიჭო, შენ რა უფლებებით მეუბნები, ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო, მაზიანებ, რას გაზიანებ, რა ჩემ თავში, რასაც მინდა იმას ვაკეთებ, შენი დედაცოვატირე? შენ ვინახარ რომ მე ამიკრძალო რაღაცა, ან ვის შევხვდე, ან ვის დაურეკო, ან ვისთან ვილაპარაკო, ან რა გავაკეთო, ან როგორ მოვიქცე, ან როდის მოგწერო, შენ ვინ ხარ? ანუ შენ არ იღებ ჩემს მდგომარეობას, არ იღებ ისე როგორც ვიქცევი იმას და გინდა რომ გამომასწორო, გადამაკეთო, ისე მომღუნო როგორც შენ გინდა და შენ ეხლა მე რომ ავიღებ და სახეში გთხლიშავ ერთი მაგას რომ აბ დაახვი ეხლა, მაგას უწოდებ შენ გამოვლინებას, ისა როგორ გამოვლინებას
როგორ უწოდა რაღაცნაირ გამოვლინებას, ხო? ანუ უკიდურეს გამოვლინებას. არ გესმის მანამდე და აბა როგორ გავაკეთო უკიდურესად მიმიყვანე უკიდურეს მდგომარეობამდე რომ გაგაგებინო რომ გამანებე თავი ბიჭო ვინ ახარ შენ ან ქალო ვინ ახარ მე შემომხედე რას ვაკეთებ შემომხედე და მაღიარე მე რას ვაკეთებ რატო გინდა რომ ისე მომღუნო როგორც შენ როგორც გარე სამყაროს უნდა რომ მოგღუნოს ისე როგორც თვითონ არის დაზიანებული აი ამას აკეთებენ ეს ფსიქოლოგები ამას აკეთებენ ეს გარეწრები გარეწრიდან არიან და იმიტომ ვერ შემოდიან შიგწრეში ვერ შემოდიან ვერ არიან ერთიანი ესენი არიან გარეწრები ყველანი სასულიერო პირიდან დაწყებული ამ ფსიქოლოგებით და ექიმებით დამთავრებული რო იცოდეთ რა გავაგრძელოთ თუ მე ვერ მივიღე აღრთოვანება და თუ მე ვერ მივიღე პერმანენტულად ტაში მაშინ მე უბრალოდ ვინგრები იმიტომ რომ ეს არის სარი ტაშის ჯერ ეგეთი ტაში აი უხურეთ რა აი ნარცისტი არის ესეთი რა არის თავისთვის აქვს თავისი სამყარო ეძებს თავის თავს ჩასულია თავის თავში ძალიან მაგრად ევასება თავისავი იმიტომ ევასება თავისი თავი რომ გაიგო ვინ არის თვითონ გესმის და სხვას როცა არ ესმის ეს უკვე ტაშის დაკვრაზე აქ არ არის ნარცისტები არ მოითხოვენ ტაშის დაკვრას ნარცისტები მოითხოვენ რომ დამინახე ვინ ხარ ბიჭო შენი დედა მოთხან მართლა რა რატო ვერ მხედავ დედიან დაწყებული ბაბუიანად დამთავრებული ვერ ხედავს ამ ადამიანს ვერ ხედავენ ამ ადამიანს და საბოლოო ჯამში ამ ადამიანს უწევს აი ხმის აწევაც გინების დაწყებაც და დედის ტყვნაც გესმის? აი ეს უწევს ასეთ ადამიანს და სანამ გარე სამყაროს არ შემოულაწუნებ ერთ მაგარს, მანამდე ვერ გაღიარებს და როცა გაღიარებს, აი მერე უკვე ნარცისტად შეგრაცხავს. თქვენი დედავატირე მართლა ყველასი რა. ვინც ესე ფიქრობს. ფსიქოლოგიიდან დაწყებული დიპლომებიდან დამთავრებული ხალხისგან საერთოდ არაფერს არ წარმოადგენენ ეგ ხალხი ჩემთვის რა. ჩემს თვალს ეგენი არიან მაგარი ბანძები რო იცოდეთ. იმიტომ რომ ის ადამიანი როგორიც არის, რანაირიც არის, არ შეუძლიათ იმის აღიარება, ჩარჩოში მოქცეულნი არიან და ისიც უნდათ გარეთ ვინც გავიდა, ვინც გაარღვია ეს ჩარჩო, ხო? იმათი კიდევ ჩარჩოში შემოტენობა უნდათ და იმ ჩარჩოში ჩაკეპობა უნდათ ამ დედამოთხ ხნულებს მართლა რა. იელი ბავშვი, უბსკრულია შიგნით. უბსკრული კი არა, უბსკრული არის იმ ადამიანებში, ვინც ვერ იღებს სხვას, სხვანაირს ვინც ვერ იღებს, გესმის? ვინც თავის თავშია, თავის თავში ერკვევა, თავის თავში ეძებს რაღაცებს და მთელი ცხოვრება რო ეძებო შენს თავში, მაინც ვერ მიაღწევ. ბოლომდე იმხელა განვითარებადი არის პიროვნული მე და პიროვნულ მესთან როცა ხარ ჰარმონიაში, აი გარე სამყარო უკვე იწყებს რას, იცი? ხან ნარცისტად შეგრაცხავს, ხან ეგოისტად, ხან ამპარტავნად, ხან ჩემფეხებად და ასე შემდეგ თქვენი დედავატირეს უყოლასი რა. ვინც გარე სამყარო ადამიანზე რომელიც სხვანაირია, ან თავის თავში არის ჩარგული და ეძებს თავის მეს და უნდა რომ თავისი მე დაინახო და არა ის ვინც გინდა რომ ვისაც გინდა რომ ხედავდე, ვინც ამ ადამიანს ვერ იღებს ისეთი როგორიც არის, ის ადამიანები არიან ძალიან დიდ უბსკრულში, რო იცოდეთ, აი ასეთი ადამიანები გეკაჩებიან წყალწაღებული ხავს ეკიდებოდა ასეთ მდგომარეობაში ამყოფებენ, აი ამ ადამიანს რომელიც ცდილობს რომ თავის მეში იმოგზაუროს. დედავატირე მე თქვენი ფსიქოლოგების რა. ვერასდროს ვერ მიიღო. და თან ნახე რა თავ დაჯერებულად ლაპარაკობ და ხელებს ვერასდროს ვერ მიიღო. აი ნასწავლი რაღაც სიდებილე რო აქვს და რო იმეორებს. თუ ტიყოში ბიჭო ვინ ხარ შენი დედავატირე. რომელიც მეშჭირდებოდა. და არც იცის როგორი. აქ მეც მაგაშია და სიყვარული. არც იცის როგორიაო. გეგონება მთელმა სამყარო იცის როგორია რა. მთელი ცხოვრება რო ეძებო. როგორი ხარ რო გაიგო, ვერ გაიგებ. თუ გაიგე, აი იქ დასრულდა შენი განვითარების საკითხი. შენ თუ გაიგე ვინ ხარ, იქ დასრულდა შენი წერტილი დაგესვა იქ, ვეღარ ვითარდები, всё. და ეს უნდათ ამათ რომ მიაღწიონ იმას, რომ ადამიანმა ვითომ გაიგო ვინ არის. ხან ჩაიცმევს ჯინსის კაბას თუ რა ვიცი, ჯანდაბას, ზმანებს და აი იმასთან იდენტიფიცირებას უკეთებს. და აი ეს ვარ მე. შენი დედავატირე, ვინ ხარ შენ? გაშიშებული, გაყინული ვიღაცა ხარ, ვინც იტყვის, რომ ეს ვარ მე.
იცი მე რა არის, ბიჭო, მე რა არის და რამხელა ფილოსოფია არის და რამხელა მცნება არის მესაკითხი, იცით? მთელი ცხოვრება ქრისტემ რო ილაპარაკა, მაინც ვერ გაგვაგებინა 2000 წელი გავიდა, მას მე რას ნიშნავს? საერთო მე რას ნიშნავს და შენი აი არ ისმის ვინ არის მე? გესმის? არ იცის თურმე ვინ არის? ძალიან კარგ შობა თუ არ იცის ვინ არის მე. ბიჭო, განვითარებას რატო უჭრით ადამიანებს გამაგებინეთ, რა თქვენ დედა მოთხოვნულებო მართლა რა. რულს ითხოვს ძალადობით. და ძალადობით და ამას უწოდებენ მე ძალადობას, გესმი? და იმას არ უწოდებენ ძალადობას, გარე სამყაროს რო უნდა მოგღუნოს. აი ეს რომ ესეთია შექმნილი და ესე რო უნდა გადაღუნოს ესე. ხო, არ უწოდებენ იმას ძალადობას, მაგის დედავატირი. ამოყირავებულია მთელი ცნობიერება. სრულიად იალდაბა ამ დემურგს ამოტრიალებულია გინდა სასულიერო პირებში, გინდა ფსიქოლოგებში, გინდა ეკიმში გაგაგიჟებენ დედას ვიცავარ თუ ოდნავ ჯანსაღი არ ახარ ძალიან მტკიცეთ თუ არ იცნობ ქრისტეს რა გაგაგიჟებენ ამოგაყირავებენ ჭრელო პეპელა ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდებია და იდექი ერთ ადგილზე და არ ვიცი რა ქნაო აი ესე გეუბნებიან მთელი გარე სამყარო ესე მოგღუნავს გადაგღუნავს დაგჭყლიტავს დაგპრესავს და ბოლოს გეტყვის რომ ნარცისი ხარო თუ ხმას ამოიღებ რა თუ შუათით უჩვენებ და თუ ჩააფურთხე ოთხი ნარცისტი ხარ და სამპატავანი ხარო გეტყვის გიჟი ხარო და აი ეს რაღაცებს მოგაწერს დამოთხნული სამყარო რა და ჯანსაღი სამყარო კიდე თავის თავს ეძებს და თავის თავშია თვითმკმარია და საერთოდ არავინ არ სჭირდება არავის გადაღუნვა და გადმოღუნვა არ სჭირდება გესმის დამკვირვებელია თვითმკმარი სამყარო ეს იყო ჩემი გამოსვლა დღეს დედა მოტყანა ფსიქოლოგების რა